თუ შესაძლებლობა გექნებოდა გენახა კოლიზეუმი რომის იმპერიის ზენიტში. ალბათ მაშინვე ვერ იცნობდი მას, მაგრამ რატომ? რაც დღეს ხედავთ, თითქოს მხოლოდ ნახევარია იმ უზარმაზარი შენობის, რაც ადრე იყო. მისი ერთი ნაწილი თითქოს თლიანად დარჩა, ხოლო მეორე ნაწილი თითქოს მოჭრილია და თლიანად გამქრალია. ბევრს გონია, რომ ეს უბრალოდ დროის გასვლასთან ერთად დაზიანდა. მაგრამ სინამდვილეში თითოეულ დაკარგულ კედელს და თითოეულ ქვას, რომელსაც დღეს ვეღარ ხედავთ, თავისი ისტორია აქვს. ეს უბრალოდ თავისით არ ჩამონგრეულა. და იმის გასაგებად, თუ რატო გამოიყურება კოლიზეუმი დღეს ასე, ჯერ უნდა დაუბრუნდეთ იმ დროს, როცა ის პირველად აშენდა. და ვნახოთ, რამდენად ლამაზი იყო მაშინ. მაგრამ სანამ განხილვას დავიწყებთ, გთხოვთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და დამოიწეროთ ჩვენი არხი. ეს ჩვენთვის კონტენტის შემქმნელებისთვის ძალიან დიდი დახმარებაა. ასე რომ დავიწყოთ. კოლიზეუმის მშენებლობა დაიწყო იმპერატორ ვესპასიანეს დროს, დაახლოებით 70 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე. და ის დასრულდა დაახლოებით 8 წლის შემდეგ, მისი შვილის, იმპერატორ ტიტუსის მმართველობის დროს. დღემდე ის კვლავ ითვლება ისტორიაში ერთ-ყველაზე დიდ ამფითეატრად. მეტი ვიდრე 50,000 ადამიანს შეუძლია ერთდროულად დასტომა აქ. ის გამოიყენებოდა გლადიატორების ბრძოლებისთვის, წარმოდგენებისთვის და სხვა დიდ საჯარო ღონისძიებებისთვის. რომაელებისთვის ეს მხოლოდ არენა არ იყო, არამედ მათი იმპერიის ძალისა და სიმდიდრის სიმბოლოც. როცა კოლიზეუმი ახალი იყო, ის არ იყო ისეთი ნაცრისფერი, როგორც ხეს ხედავთ. ისტორიკოსების თქმით, მისი გარენაცელი დაფარული იყო თეთრი კირქვით, რომელიც ტივოლიდან იყო მოტანილი. ამიტომ როცა მზის სხივები ეცემოდა, მთელი შენობა შორიდან თითქმის ანათებდა. კიდევ ერთი საოცარი რამ არის ის, თუ როგორ ააშენეს იგი. რომაელები არ ეკროდნობოდნენ სქელცემეთს, რომ ერთმანეთთან შეერთებინათ დიდი ქვები. ამის ნაცვლად ისინი ფრთხილად აყალიბებდნენ თითოეულ ბლოკს, რათა ზუსტად დაემთხვათ ერთმანეთთან. ამიტომ მთელი სტრუქტურა ძალიან მტკიცედ იყო აშენებული, მაგრამ მათი მეთოდი ამით არ სრულებოდა. ქვების შიგნითაც კი მათ დაამაგრეს დიდი რკინის სამაგრები, ან რკინის დამაკავშირებლები. ეს იყო როგორც საკეტი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა გვერდ-გვერდ მდგომ ბლოკებს, რათა ისინი ადვილად არ დაშლილიყვნენ. მთელი შენობის მასშტაბით დაახლოებით 300 ტონა რკინაა გამოყენებული. კოლიზეუმის შიგნით კი კიდევ უფრო განსაცვიფრებელი რამეები ესანახავი. მდიდრებისა და მაღალი თალამდეობის პირების სავარცხლები მარმარი ვოსგან იყო დამზადებული. მრავალ თაღში სხვადასხვა ღმერთისა და რომის მნიშვნელოვანი ადამიანების ქანდაკებები იყო განთავსებული. როდესაც ძალიან ცხელოდა, მზისგან დასაცავად დიდ ქსოვილს აფარებდნენ, რომელსაც ველარიუმი ეწოდებოდა. ეს ქსოვილი არენას ზემოდან იშლებოდა, რათა ათასობით მაყურებლისთვის ჩრდილი შეექმნათ. ეს იყო უზარმაზარი სისტემა, რომელსაც რომის საზღვაო ფლოტის გამოცდილი მეზღვაურები მართავდნენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კოლიზეუმი აშენდა არა მხოლოდ რამდენიმე 10 წლეულის გასაძლებად, არამედ ის ასევე დაპროექტებული იყო, რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მდგარიყო და რომის იმპერიის სიმბოლოდ დარჩენილიყო მომავალი თაობებისთვის. მაგრამ რამდენადაც განძლიერ შენობა, მაინც დადგება დრო, როცა ის მოულოდნელ პრობლემებს შეეჯახება. და ეს იყო მისი ნელ-ნელა ცვლილების დასაწყისი. მიუხედავად ამისა, საუკუნეების განმავლობაში კოლიზეუმის დანიშნულება მთლიანად შეიცვალა. ეს აღარ იყო გლადიატორების არენა. ამის ნაცვლად ის რომის მოსახლეობის ხოლოდრიური ცხოვრების ნაწილი გახდა. დიდ თაღებში ოჯახები ცხოვრობდნენ. ზოგმა იქ სახლები და საწყობები ააშენა. კოლიზეუმის ზოგიერთი ნაწილი გამოიყენებოდა ცხოველებისთვის და რელიგიური საქმიანობისთვის შუა საუკუნეებში. შენობის შუაგულში მდებარე ყოფილი არენაც შეიცვალა. დროის განმავლობაში ის მიწით და სხვა არტეფაქტებით დაიფარა. ზოგი ისტორიული ჩანაწერის მიხედვით მისი ზოგიერთი ნაწილი ბაღად ან ბოსნად გამოიყენებოდა. თუ იმ დროს კოლიზეუმს ეწვეოდი, ალბათ მაშინვე ვერ იფიქრებდი, რომ ეს ოდესღაც რომის იმპერიის სიმბოლო იყო. ამის დაცვად ის უფრო პატარა საზოგადოებას ჰგავდა, სადაც ოჯახები ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ. მაგრამ რაც უფრო დიდხანს გამოიყენებოდა საცხოვრებლად, მით უფრო ზიანდებოდა შენობა. როდესაც დამატებითი კარის ან ფანჯრის საჭიროება იყო, ისინი სქელ კედლებში ხვრელებს აკეთებდნენ. ამის გამო ნელ-ნელა შენობის ზოგიერთი ნაწილი სუსტებოდა. ასევე კოლიზეუმის ბევრი მარმარილო, რომელიც ადრე ამშვენებდა მას, მოხსნეს და სხვა შენობებში გამოიყენეს რომში. ამფითეატრს თანდათან დაემატა აგურითა და ხით აშენებული კედლები, რის გამოც მისი ორიგინალური იერი შეიცვალა. შუა საუკუნეებში ისტორიული შენობების დაცვა ისეთი გავრცელებული არ იყო, როგორც დღეს არის. მაშინდელი ბევრი ადამიანისთვის კოლიზეუმი უბრალოდ მტკიცე შენობა იყო, სადაც შეიძლებოდა ცხოვრება ან სამშენებლო მასალის ავება. ასეთი მდგომარეობა რამდენიმე ასეული წლის განმავლობაში გაგრძელდა. დღემდე კოლიზეუმის შიგნით ჯერ კიდევ პოულობენ ცხოვრების კვალს.
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბუხრების ნაშთები და სხვა ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ამფითეატრში ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ. მე-12 საუკუნისთვის კოლიზეუმის როლი კიდევ უფრო შეიცვალა. რომის ერთმა ძლიერმა ოჯახმა, ფრანგიპანის ოჯახმა, ამფითეატრი თავისი თავდათვის ნაწილად აქცია. მათ გაამაგრეს შენობის ზოგიერთი ნაწილი, რათა იგი ციხესიმაგრედ ექციათ. ერთი მხრივ ეს სასარგებლო აღმოჩნდა, რადგან კოლიზეუმის ზოგიერთი ნაწილი მაშინვე არ დაინგრა. მაგრამ როდესაც რომში ძალაუფლება შეიცვალა, შენობის ბედიიც შეიცვალა. ამის ნაცვლად ზოგიერთმა კოლიზეუმი დაინახა როგორც უზარმაზარი წყარო მაღალი ხარისხის ქვისა. აქ დაიწყო ამფითეატრის უფრო ორგანიზებული დაშლა. ეს უბრალოდ თვითნებური ძარცვა არ იყო. სხვადასხვა პერიოდში ზოგიერთმა ხელისუფლებამ და პაპებმა თავად მისცეს ნება კოლიზეუმიდან ქვის აღებაზე, რომ ისინი რომის სხვა პროექტებისთვის გამოეყენებინათ. ამიტომ ამფითეატრის დიდი ნაწილი ნელ-ნელა შემცირდა. ის არ გამქრალა მხოლოდ მიწის ძვრის ან ომის გამო. ამის ნაცვლად ის ნელ-ნელა იშლებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში, რადგან მისი ქვები გამოიყენებოდა ეკლესიების, სასახლეების და ის და ქალაქის სხვა მნიშვნელოვანი შენობების ასაშენებლად. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კოლიზეუმი უბრალოდ დროის გავლენით არ დაზიანებულა. მისი დიდი ნაწილი კვლავ გახდა ახალი რომის ნაწილი. ეს ასევე ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ დარჩა კოლიზეუმის მხოლოდ ნახევარი მისი თავდაპირველი სახიდან დღემდე. გარდა ამისა, დროთა განმავლობაში კოლიზეუმის ზომა კიდევ უფრო მცირდება. ეს არ იყო გამოწვეული დიდი მიწის ძვრით ან ომით, არამედ იმიტომ, რომ ყოველ დღე აქედან ნელ-ნელა იღებდნენ ქვებს. თითოეული დიდი ტრავერტინის ბლოკი ძალიან გამძლეა და მზად არის გამოსაყენებლად. აღარ არის საჭირო ახალი ქვის მოპოვება შორეული ადგილებიდან. ამიტომ მშენებლებისთვის უფრო სწრაფი და იაფი იყო ქვების აღება ძველი ამფითეატრიდან. ამიტომ ხშირად შეიძლებოდა დაგელახათ გრძელი ურიკები, რომელსაც ხარები მიათრევდნენ და კოლიზეუმიდან დიდ ბლოკებს გამოჰქონდათ. ამ ბლოკებს რომის სხვადასხვა ნაწილში მიიტანდნენ, რათა ახალი შენობებისთვის გამოეყენებინათ. ისტორიკოსების თქმით, რომში ბევრი ეკლესია, სასახლე და სხვა მნიშვნელოვანი შენობა კოლიზეუმიდან წამოღებული ქვებით არის აშენებული. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია წმინდა პეტრეს ბაზილიკა, სადაც ამფითეატრიდან წამოღებული ტრავერტინის ქვებია დამოყენებული. იმ დროის ხელისუფლების ნებართვით, რომში კიდევ ერთი ცნობილი გამონათქვამი არსებობს. რაც ვერ გააკეთეს ბარბაროსებმა, გააკეთეს ბარბარინებმა. Gudnon Fetzerunt Barbari, Fetzerunt Barbarini. ეს ნიშნავს, რომ რაც ვერ შეძლეს ბარბაროსებმა, შეძლო ბარბერინის ოჯახმა. ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მათ დაშალეს კოლიზეუმი. ეს უბრალოდ ცნობილი გამონათქვამია, რომელიც მიუთითებს ბარბერინის ოჯახის და პაპურბან მერვის დროს, მე-17 საუკუნეში, ძველი ქვების ფართო გამოყენებას. მაგრამ მხოლოდ დიდი ქვები არ იყო მნიშვნელოვანი. კოლიზეუმის შიგნით არსებული მარმარილოს დეკორაციებიც თანდათან გაქრა. ზოგი ხელახლა გამოიყენეს როგორც დეკორაცია სხვა შენობებში, სხვები კი დაფქვეს და დაწვეს კირის ხუმელებში, რათა გამოეყენებინათ სწრაფი კირისთვის. როცა მას ქვიშასა და წყალს ურევენ, ის გარდაიქმნება ნაღმთხორცნად, რომელსაც სახლების, ეკლესიებისა და სხვა შენობების ასაშენებლად იყენებენ. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ძველი ძვირფასი მარმარილო, რომელიც ამშვენებდა კოლიზეუმს, გადაიქცა ჩვეულებრივ მასალად, რომელიც ახალი სტრუქტურების ასაშენებლად გამოიყენეს. ეს არის მიზეზი, რატომაც ამფითეატრის შიგნით დღეს თითქმის აღარ დარჩა მარმარილო. რაც ჩვენ დღეს ვხედავთ, ეს არის მტკიცე კედლები და ბეტონის ჩონჩხი, რომელიც ადრე დაფარული იყო გლუვი ქვებითა და ძვირფასი დეკორაციებით. თუ დავფიქრებით, კოლიზეუმის დიდი ნაწილი სინამდვილეში არ გამქრალა. მან უბრალოდ ფორმა შეიცვალა. ზოგი ქვა ეკლესიების ნაწილი გახდა, ზოგი ქვა სასახლეების ნაწილი გახდა, ხოლო ზოგი მარმარილო ნაღმად იქცა, რომელმაც ერთმანეთთან დააკავშირა აშენებული შენობები. დღეს, მრავალი საუკუნის შემდეგ, ერთგვარად უძველესი კოლიზეუმი კვლავ აგრძელებს ცხოვრებას რომის ქალაქის სხვადასხვა ნაწილში. მაგრამ ერთი კითხვა მაინც რჩება. თუ რომში ამდენი ძველი შენობაა, რატომ იყო კოლიზეუმი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებული მასალების წყარო? პასუხი მარტივია. ძალიან მაღალი ხარისხის ქვებია გამოყენებული მის ასაშენებლად. ამიტომ იმ დროის მშენებლებისთვის უფრო პრაქტიკული იყო კოლიზეუმიდან ქვების აღება, ვიდრე თავიდანვე ახალი მასალების კარიერიდან მოპოვება. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი, რის გამოც კოლიზეუმი თანდათან დასუსტა, არის რკინა, რომელიც მის კედლებშია დამალული. როდესაც ამფითეატრი აშენდა, რომაელმა ინჟინერებმა რკინის სამაგრები გამოიყენეს დიდი ქვის ბლოკების შესაერთებლად. ამის გამო მთელი ნაგებობა უფრო გამძლე გახდა, მაგრამ მრავალი საუკუნის შემდეგ რკინა მნიშვნელოვანი მასალა გახდა. მუშებმა ნელ-ნელა გახვრიტეს კედლები, რათა მიეღწიათ შიგნით დამალული რკინისათვის. როცა რკინას იღებდნენ, მას ხელახლა ადნობდნენ და ამზადებდნენ სხვადასხვა ნივთებს, როგორიცაა ლუსმნები, ხელსაწყოები და სხვა ყოველდღიური საჭიროების საგნები.
დღემდე კოლიზეუმში ჯერ კიდევ ჩანს ათასობით პატარა ხვრელი ქვებში. ბევრი არქეოლოგის თქმით, ამ ხვრელების დიდი ნაწილი დარჩა მას შემდეგ, რაც რკინის სამაგრები, რომლებიც ადრე ქვის ბლოკებს აერთებდა, ამოიღეს. რაც უფრო მეტი რკინა ამოიღეს, მით უფრო დასუსტდა მთელი შენობის სტრუქტურა. კოლიზეუმი მაშინვე არ ჩამონგრეულა, მაგრამ წლების განმავლობაში მიწისძვრებისთვის, წვიმისთვის და მეცხრებისთვის უფრო ადვილი გახდა იმ ნაწილების დაზიანება, რომლებსაც საკმარისი მხარდაჭერა აღარ ჰქონდათ. ამასთან ერთად, ბევრი ამბავი დაიწყო გავრცელება ძველი ამფითეატრის შესახებ. ზოგიერთი ფიქრობდა, რომ ბნელდერებნებში წარსული სულები ბინადრობდნენ, სხვები კი ღამით მის გარშემო გავლას სერიდებოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბების სიმართლეზე მტკიცე მტკიცებულება არ არსებობს, ისინი უკვე ძველი რომის ლეგენდების ნაწილად იქცნენ. მაგრამ მიუხედავად ასეთი რწმენებისა, შენობის დემონტაჟი მაინც არ შეჩერებულა. მისი ქვა და მარმარილო კვლავ გამოიყენებოდა ქალაქის სხვადასხვა პროექტებში. მნიშვნელოვანი ცვლილება მხოლოდ მე-18 საუკუნეში მოხდა. პაპი ბენედიქტე 14-ის დროს მან გამოაცხადა, რომ კოლიზეუმი უნდა დაცულიყო. ის ეთანხმებოდა ტრადიციას, რომლის მიხედვითაც რომის იმპერიის დროს ბევრი ქრისტიანი მოწამე გახდა. თუმცა ბევრი თანამედროვე ისტორიკოსი ამბობს, რომ პირდაპირ მტკიცებულება არასაკმარისია, რომელიც ადასტურებს, რომ კოლიზეუმის შიგნით მასობრივი მკვლელობები მოხდა. ამის მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამფითეატრის შიგნით ჯვრები დააყენეს და აკრძალეს ქვების გამოტანა. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელმაც კოლიზეუმის საბოლოო განადგურება შეაჩერა. თუ ეს არ მოხდებოდა, შესაძლებელია, რომ დღეს კოლიზეუმის კიდევ უფრო ნაკლები ნაწილი დაგვხვედროთ. მე-19 საუკუნეში ადამიანების მიზნები შეიცვალა. დემონტაჟის ნაცვლად მათ კვლევა დაიწყეს. პირველი მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები არენას ქვეშ ჩატარდა. აქ მათ აღმოაჩინეს ჰიპოგეუმი, უზარმაზარი გვირაბების, ოთახებისა და მექანიზმების სისტემა, რომელიც იატაკის ქვეშ იყო დამალული. აქ ამზადებდნენ გლადიატორებს, ცხოველებს და აღჭურულობას შოუს დაწყებამდე. ასევე იყო ლიფტები, რომლებიც თოკის, ბლოკისა და ხის მექანიზმების გამოყენებით მოულოდნელად ამწევდნენ ცხოველებს ან დეკორაციებს არენაზე. მაყურებლებისთვის მაშინ თითქოს ლომი ან სცენები მოულოდნელად ჩნდებოდა შოუს შუაში. მაგრამ მათ არ იცოდნენ, რომ ასობით მუშა ერთდროულად მოქმედებდა მათ ფეხქვეშ, რათა ემუშავებინათ ეს ურთულესი სისტემა. იქ არქეოლოგებმა განსაკუთრებით დაამტკიცეს, რომ კოლიზეუმი მხოლოდ უზარმაზარი არენა არ იყო. ეს ასევე რომაული ინჟინერიის შედევრია, რომელიც ასობით წლით უსწრებდა იმ ტექნოლოგიებს, რომლებიც მოგვიანებით გამოიყენეს. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კოლიზეუმის ბევრი ნაწილი დღემდე შემორჩა, არის არენას ქვეშ დამალული ოთახები. მას შემდეგ, რაც ამფითეატრის გამოყენება შეწყდა, იგი ნელ-ნელა დაიფარა მიწით, ქვებით და სვანარჩენებით, რომლებიც წარსულ ეპოქებს ეკუთვნოდა. პირველი შეხედვით ეს თითქოს უსარგებლოდ ჩანს, მაგრამ სინამდვილეში ეს ბუნებრივი დაცვა იყო. რადგან არენის ქვეშ არსებული მრავალი გვირაბი მიწით იყო დაფარული, ისინი ნაკლებად დაზიანდა ვიდრე კედლები, რომლებიც წვიმას, ქარს, მიწისძვრას და ქვის ამღლებ ადამიანებს ექვემდებარებოდა. ამიტომ, როდესაც მრავალი საუკუნის შემდეგ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო, არენის ქვეშ არსებული მრავალი მექანიზმი კვლავ აღმოჩენილი იქნა. დღემდე სტუმრებს კვლავ შეუძლიათ ნახონ იმ რთული მიწისქვეშა სისტემის ნაწილი, რომელიც ოდესღაც კოლიზეუმში წარმოდგენებს მართავდა. მაგრამ კიდევ ერთი კითხვა არსებობს, რომელზეც ისტორიკოსები დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდნენ. რადგან ჩანს, რომ კოლიზეუმის მხოლოდ ერთი ნაწილი თითქმის მთლიანად გაქრა? ქუდდას შენობას დააკვირდებით შეამჩნევთ, რომ მისი ჩრდილოეთი ნაწილი უფრო მთლიანია, მაშინ როცა სამხრეთი ნაწილი ყველაზე მეტადაა დაზიანებული. თავდაპირველად ხალხს სხვადასხვა ვარაუდი ჰქონდა. ზოგი ამბობდა, რომ ის დაცგამლილი იყო, სხვები კი ფიქრობდნენ, რომ განზრახ დაანგრიეს. მაგრამ ინჟინრებისა და არქეოლოგების თანამედროვე კვლევების მიხედვით უფრო მარტივი ახსნა არსებობს. კოლიზეუმის დაზიანებას ერთი კონკრეტული მიზეზი არ ჰქონია. ეს ბუნებისა და ადამიანის ერთობლივი მოქმედების შედეგია. პირველ რიგში კოლიზეუმის აშენების ადგილი ადრე ხელოვნური ტბა იყო, რომელიც იმპერატორ ნერონის სასახლის ნაწილი გახდათ. მანამდე რომაელებმა ტბა გააშრეს და ძალიან ღრმა საფუძველი ააშენეს, სანამ მშენებლობას დაიწყებდნენ. მათი ინჟინერია მართლაც შესანიშნავი იყო. მაგრამ მიუხედავად ამისა, შენობის სხვადასხვა ნაწილის ქვეშ მიწის მდგომარეობა მაინც განსხვავებული დარჩა. შემდეგ, რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, იტალიის ცენტრალურ ნაწილში მიწისძვრები მოხდა. ისტორიკოსების თქმით, კოლიზეუმზე ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ძლიერი მიწისძვრების შემდეგ მოხდა ცვა საუკუნეში და განსაკუთრებით 14 საუკუნეში. ყოველი მიწისძვრის შემდეგ კედლებში ბზარები ფართოვდებოდა და რადგანაც სტრუქტურიდან ბევრი რკინა და ქვა იყო ამოღებული, ის კიდევ უფრო დასუსტდა.
ეს გავს დიდ მაგიდას, რომელსაც ნელ-ნელა ხაფნებს აცლიან. თავიდან ის მაინც მყარად დგას. მაგრამ რაც უფრო მეტი საყრდენი ქრება, დგება დრო, როცა მას აღარ შეუძლია საკუთარი წონის დაჭერა. ასე მოხდა კოლიზეუმშიც. ის ერთ დღეში არ ჩამონგრეულა. ის ნელ-ნელა დასუსტა მრავალი საუკუნის განმავლობაში, სანამ საბოლოოდ არ ჩამოინგრა გარე კედლის დიდი ნაწილი. ყველა იმ სირთულის მიუხედავად, რაც გამოიარა, ამფითეატრის დიდი ნაწილი მაინც დარჩა მდგრადად. და სწორედ ამიტომ დღემდე კოლიზეუმი ითვლება რომაული ინჟინერიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნიმუშად მთელ მსოფლიოში. საუკუნეების განმავლობაში კოლიზეუმი ხანდათან უფრო და უფრო სუსტდებოდა. ეს მხოლოდ იმით არ იყო გამოწვეული, რომ ადამიანები ქვებს იღებდნენ, არამედ იმიტომაც, რომ აღარავინ იყო, ვინც ამ უზარმაზარ ნაგებობას სათანადოდ მოუარებდა და ინარჩუნებდა. დასავლეთ რომის იმპერიის დაცემის შემდეგ ამფითეატრის შესანარჩუნებლად საჯირო სახსრები და ორგანიზაცია თანდათან გაქრა. ასობით წელი გავიდა თითქმის ყოველგვარი მასშტაბური რემონტის გარეშე. შემდეგი მოვიდა რომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მიწისძვრა. 1359 წელს ძლიერი მიწისძვრა დაატყდა იტალიის ცენტრალურ ნაწილს. ისტორიკოსების თქმით, ამ მიწისძვრის შედეგად კოლიზეუმის სამხრეთ გარე კედლის დიდი ნაწილი ჩამოინგრა. ზიალი ძალიან დიდი იყო. 1000ობით ქვის ბლოკი ჩამოინგრა შენობის გარშემო. მას შემდეგ კოლიზეუმის სრულყოფილი ცრიული ფორმა აღარ აღდგენილა. ესეც გახდა მიზეზი იმისა, რომ შენობის გარშემო ამდენი დაუმუშავებელი ქვა იყო მიმოფანტული. შემდეგ საუკუნეებში ამ ქვების დიდი ნაწილი კვლავ გამოიყენეს რომში სხვადასხვა შენობების ასაშენებლად. ეს ქვები უფრო ადვილად ხელმისაწვდომი იყო, ვიდრე ახალი ქვების მოპოვება შორეული კარიერებიდან. ამასთან ერთად შენობის დარჩენილ ნაწილებში დარჩენილი რკინა და სხვა ღირებული მასალებიც გააგრძელეს სამოღება. მიწისძვრების დემონტაჟისა და დროის გავლენის კომბინაციის შედეგად კოლიზეუმმა თანდათან მიიღო ის სახე, რომელსაც დღეს ვხედავთ. შესამჩნევია, რომ მისი ერთი ნაწილი უფრო მთლიანია, ხოლო მეორე მხარე თითქმის აღარ არსებობს. ბევრ ადამიანს აინტერესებს, რატომ არ აღადგინეს იგი თავიდან. მიზეზი ასე მარტივი არ არის. საუკუნეების განმავლობაში კოლიზეუმი ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი გახდა. ახალი მასალების გამოყენებით თავიდან აშენების ნაცვლად კონსერვაციის ექსპერტებმა გადაწყვიტეს შეენარჩუნებინათ მისი დარჩენილი ორიგინალი ნაწილი. მე-19 საუკუნეში დაიწყო მასშტაბური აღდგენის პროექტები, რათა შეეჩერებინათ გაგრძელებული ნგრევა. თუ დღეს კოლიზეუმს დააკვირდები, შენიშნავ დიდაგურის საყრდენებს გარე კედლის ზოგიერთ ნაწილში. ისინი რომაელების ორიგინალური დიზაინის ნაწილი არ არის. ეს საყრდენები ინჟინრებმა დაამატეს, რათა დარჩენილი სტრუქტურა გაეძლიერებინათ და კედლების საბოლოო ჩამონგრევა აეცილებინათ. დღემდე ინჟინრები და კონსერვაციის სპეციალისტები კოლიზეუმის მდგომარეობას მუდმივად აკვირდებიან. ისინი რეგულარულად ამოწმებენ ბზარებს, საძირკველს და კედლებს, რათა დარწმუნდნენ, რომ კოლიზეუმი მომავალ თაობებსაც შემორჩება. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, კოლიზეუმი, რომელსაც დღეს ვხედავთ, მხოლოდ ძველი რომის ნაშთი არ არის. ეს ასევე დასტურია იმისა, თუ რამდენად რთულია შენობის მოვლა, რომელიც თითქმის 2000 წელია დგას და რომელსაც მთელი მსოფლიო დღემდე აღფრთოვანებით უყურებს. დღემდე კოლიზეუმზე ზრუნვა არ დასრულებულა. იმის ნაცვლად, რომ თავიდან აეშენებინათ მისი დაკარგული ნახევარი, კონსერვაციის ექსპერტებმა არჩიეს დაეცვათ დარჩენილი ორიგინალური ნაწილები. სხვადასხვა პერიოდში მათ აგურითა და სხვა გამაგრებებით გაამაგრეს კედლები, რომლებიც ჩამონგრევის საფრთხის წინაშე იდგა. თუ დღეს ეწოვით კოლიზეუმს, შეამჩნევ, რომ შენობის ზოგიერთ ნაწილს განსხვავებული ფერი და მასალა აქვს. ეს არ არის რომაული ორიგინალი ნაგებობის ნაწილი. ეს დამატებები განხორციელდა რესტავრაციის პროექტების ფარგლებში, რათა გაემაგრებინათ ძველი კედლები და თავიდან აეცილებინათ შემდგომი ჩამონგრევა. ამჟამად ინჟინრები და კონსერვაციის სპეციალისტები კვლავაც აკვირდებიან მთელი შენობის მდგომარეობას. ისინი რეგულარულად ამოწმებენ ბზარებს, საძირკველს და ქვების გადაადგილებას, რათა დროულად აღმოაჩინონ და შეაკეთონ ის ნაწილები, რომლებსაც შეკეთება სჭირდება. მათი მიზანი არ არის კოლიზეუმის სრულად ახლებურად გადაკეთება. მიზანია შენარჩუნდეს მისი დარჩენილი ორიგინალური ისტორია. რესტავრაციის პროექტების მიმდინარეობისას არქეოლოგები ახალ აღმოჩენებსაც აკეთებენ. ზოგჯერ რომის სხვა ნაწილებში ძველი ქვები ჩნდება, როდესაც მიმდინარეობს მშენებლობა ან რენოვაცია. თუ არსებობს მკაფიო მტკიცებულება, რომ ეს ქვები კოლიზეუმიდან ან სხვა ძველი შენობებიდან მოდის, მათ ყურადღებით იკვლევენ, რათა უკეთ გაიგონ ქალაქის ისტორია. ეს ასევე შეგვახსენებს, თუ რამდენად ფართოდ გამოიყენებოდა ძველი შენობების მასალები. კიდევ ერთი ცნობილი გამონათქვამია, რომელიც ხშირად კოლიზეუმს უკავშირდება. ამბობენ, რომ ბერი ღირსმა ბედამ მე-8 საუკუნეში დაწერა ფრაზა: სანამ კოლიზეუმი დგას, რომიც იარსებებს. როცა რომი დაეცემა, მსოფლიოც დაეცემა.
ეს არ არის წინასწარმეტყველება ან წინასწარმეტყველური განცხადება სამყაროს დასასრულის შესახებ, არამედ ეს არის სიმბოლური განცხადება რომის მნიშვნელობაზე, როგორც დიდი ცივილიზაციის ცენტრზე. და თითქმის 2000 წლის განმავლობაში ერთი რამ უცვლელი დარჩა. რომის იმპერია დაეცა. მეფეები, პაპები და მთავრობები იცვლებოდნენ. ომები, მიწისძვრები და სხვადასხვა კატასტროფები მოხდა, მაგრამ კოლიზეუმის დიდი ნაწილი მაინც დგას. როცა დღეს მას უყურებთ, მხოლოდ ძველ შენობას არ ხედავთ. ხედავთ თითქმის 2000 წლის ისტორიას, რომელიც თითოეულ ქვასშია ჩაწერილი. ხედავთ მიწისძვრის კვალს. ხედავთ იმ ადგილებს, სადაც რკინა და მარმარილო ამოიღეს. ხედავთ სხვადასხვა თაობის მიერ გაკეთებულ რესტავრაციებს, რომლითაც მათ დარჩენილი სტრუქტურის გადარჩენას სცადეს. და ალბათ ეს არის ნამდვილი მიზეზი, რატომაც კოლიზეუმი ასე მნიშვნელოვანია. არა იმიტომ, რომ ის კვლავ სრულყოფილი, არამედ იმიტომ, რომ ის ნათლად აჩვენებს, რომ ადამიანთა უდიდესი ქმილებაც კი შეიძლება დააბადააზიანოს დროამ, ბუნებამ და თვით ადამიანებმა. მაგრამ ეს ასევე აჩვენებს, რომ როდესაც თაობა ირჩევს თავისი ისტორიის დაცვას, ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, რომ ეს მომდევნო თაობებს გადაეცეს. ამიტომ, როცა კოლიზეუმის ნანგრევებს უყურებთ, ჩვენ მხოლოდ რომის იმპერიის ნაშთებს არ უყურებთ. ჩვენ უყურებთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ შეხსენებას, რომ ცივილიზაცია არ იზომება მხოლოდ იმ შენობებით, რომლებიც მან ააშენა, არამედ იმ შენობებითაც, რომლის გადარჩენა და შენარჩუნება მან მომავლისთვის აირჩია. თუმცა, ყველაზე განსაცვიფრებელი ყველაფერი არ არის კოლიზეუმის ზომა, ან ის ბრძოლების რაოდენობა, რომლებიც აქ ჩატარდა. ნამდვილად განსაცვიფრებელი მისი გავლენა მსოფლიოზე დღემდე. თითქმის ყველა თანამედროვე სტადიონი, რომელსაც დღეს იყენებენ, ეფუძნება კონცეფციას, რომელიც პირველად კოლიზეუმში გამოჩნდა. მაგალითად, მისი წრიული ფორმა მაყურებლებს საშუალებას აძლევს ნებისმიერ ადგილას ისხდნენ და მაინც კარგად ხედავდნენ. ეს სისტემა გახდა შთაგონების წყარო მრავალი საფეხბურთო სტადიონისთვის, ბეისბოლის სტადიონისთვის და საკონცერტო არენისთვის სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის ათასობით ადამიანის სწრაფად შემოყვანისა და გამოყვანის მეთოდიც პირველად რომაელმა ინჟინრებმა გააუმჯობესეს. მათ ჰქონდათ ათობით შესასვლელი და კიბე, რომელიც ფრთხილად იყო დაპროექტებული, რათა ხალხი არ დადატვირთულიყო. დღემდე ბევრი თანამედროვე არქიტექტორი სწორედ ამავე პრინციპს იყენებს დიდი სტადიონების აშენებისას. კოლიზეუმთან დაკავშირებით კიდევ ერთი შთამბეჭდავი რამ არსებობს, სადაც იშვიათად საუბრობენ. აღმოჩნდა, რომ არა მხოლოდ თავად შენობა იყო მოწინავე. ასევე შთამბეჭდავია ისიც, თუ როგორ მართავდნენ ამდენი მაყურებლის ნაკადს. რომის იმპერიის პერიოდში მას შეეძლო მიეღო დაახლოებით 50,000-დან 80,000-მდე ადამიანი. დამოკიდებულია ეპოქასა და სკამების განლაგებაზე. მაგრამ უფრო გასაოცარია ის, რომ ხალხი უბრალოდ არ შედიოდა შიგნით. მათ უკვე ჰქონდათ სისტემა, რომელიც თითქმის იდენტურია იმას, რასაც თანამედროვე სტადიონებზე ვხედავთ. ყოველ მაყურებელს ჰქონდა განსაზღვრული შესასვლელი და ადგილი. შესასვლელებსა და კიბეებს ჰქონდათ ნომრები, რათა თითოეულ ადამიანს სწრაფად მიეღწია სწორ სექციამდე. შენობის კარგად დაგეგმილი დიზაინის წყალობით ათასობით ადამიანს შეეძლო შესვლა და გამოსვლა, ისე რომ დიდი ბიცკი და ჭალეტო არ ყოფილიყო. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც არქიტექტორები დღემდე სწავლობენ კოლიზეუმის დიზაინს. ასევე ყველა მაყურებელს ერთნაირი ადგილი არ ჰქონდა. სკამზე მაშინვე ჩანდა, რა სოციალური სტატუსი ჰქონდა ადამიანს. არენასთან ყველაზე ახლოს ადგილები იმპერატორისთვის, სენატორებისთვის და სხვა მაღალი თანამდებობის პირებისთვის იყო განკუთვნილი. უფრო მაღალ ნაწილში კი ჩვეულებრივი მოქალაქეები ისხდნენ. ხოლო ყველაზე მაღალ ნაწილში როგორც წესი ისხდნენ ქალები, რომლებიც არ ეკუთვნოდნენ სამეფო ოჯახს და ყველაზე ღარიბი მოქალაქეები. სკამებზე ერთი შეხედვითაც კი მაშინვე ჩანს ძველი რომის საზოგადოების სტრუქტურა. რომაელების კიდევ ერთი გასაოცარი გამოგონება იყო უზარმაზარი ქსოვილისგან დამზადებული ზისგან დამცავი, რომელსაც ველარიუმი ეწოდებოდა. როცა ძალიან ცხელა, მას არენას დიდ ნაწილზე აფენენ, რათა მაყურებლებს ჭრილი მისცენ. ეს პატარა კარავი არ არის. ის ძალიან დიდია და შედგება ერთმანეთისგან დანცალკევებული სქელი ქსოვილის ნაჭრებისგან, რომლებიც თოკებითა და ბოძებითაა აღագրებული კოლიზეუმის ზემოთ. ისტორიკოსების თქმით, ამ სისტემის მართვას რომის საზღვაო ფლოტის გამოცდილი მეზღვაურები ანდობდნენ, რადგან ისინი მიჩვეულნი იყვნენ დიდ იალქნებსა და რთულ თოკებს ზღვაში. სანამ ათასობით ადამიანი ზემოდან უყურებდა, ასობით მუშა არენას ქვემოთ მუშაობდა. ისინი გლადიატორები არ იყვნენ. ისინი იყვნენ დურგლები, მექანიკოსები, ცხოველების მომლელები და სხვა მუშები, რომლებიც მთელ წარმოდგენას მართავდნენ. როდესაც საჭირო იყო, რომ ლომი ან სხვა გარეული ცხოველი მოულოდნელად გამოჩენილიყო, სწორედ ისინი იყენებდნენ ხის ლიფტებსა და ბლოკებს, რათა ცხოველი არენას ქვემოდან ამოეყვანათ. როდესაც სცენის დეკორაციის შეცვლა იყო საჭირო, ამასაც ისინი აკეთებდნენ.
თვალსით ვაბით რო თქვათ, მაშინ როცა ხალხი ზემოდან წარმოდგენას უყურებდა, მათ ფეხქვეშ კიდევ ერთი უზარმაზარი ოპერაცია ჩუმად მიმდინარეობდა. კიდევ ერთი გასაოცარი რამ იყო ის, რამდენი გარეული ცხოველი მოყავდათ კოლიზეუმში. ისტორიკოსების თქმით, კოლიზეუმში მოჰყავდათ ლომები, ვეფხვები, ლეოპარდები, დათვები, სპილი, სპილოები, მარტორქები, ნიანგები, ჰიპოპოტამები და თუნდაც ჟირაფები რომის იმპერიის სხვადასხვა კუთხიდან. ზოგიერთი მათგანი ჩრდილოეთ აფრიკიდან და ახლო აღმოსავლეთიდან მოჰყავდათ. ამ ცხოველებისთვის მოგზაურობა ძალიან რთული იყო. რომამდე ისინი გემებითა და ეტლებით მოჰყავდათ. ეს მხოლოდ აჩვენებს, თუ რამდენად დიდი იყო რომის იმპერიის ძალაუფლება და კავშირები იმ დროს. პრეს კოლიზეუმს მილიონობით ადამიანი სხვა მიზეზით სტუმრობს. ისინი იქ აღარ მიდიან ბრძოლების საყურებლად. ისინი მიდიან იქ, რათა პირადად იხილონ ერთ-ერთი უდიდესი ნამუშევარი ძველი სამყაროდან. და ალბათ ეს არის კოლიზეუმის ისტორიაში ყველაზე დიდი ცვლილება. ადგილი, რომელიც ოდესღაც ძალაუფლებისა და სისხლიანი გართობის სიმბოლო იყო, ახლა იქცა ისტორიის, კულტურისა და უძველესი ინჟინერიის სრულყოფილების სიმბოლოდ, რომელსაც მთელი მსოფლიო დღემდე აღფრთოვანებით უყურებს.